გაისხდნენ თავს, დაცვა გააძლიერეს. ტერორიზმთან ბრძოლისთვის ანკარა ვაშინგტონს სირიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ურჩევს. შეთანხმება ასეთი ზონის შექმნაზე არ არსებობს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით თურქეთს ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეების აცილებაში. ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეერთებული შტატები თურქეთს სამხედრო ტექნიკას აწვდის. ამერიკული ავიაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციებისთვის ინჯირლიკის ავიაბაზას იყენებს. როგორც თავად ერდოღანი ამბობს, ტერორისტებში ის არა მარტო რადიკალ ისლამისტებს სირიასა და ერაყში, არამედ ქურთ მუშათა პარტიასაც გულისხმობს, რომლის წინააღმდეგაც ანკარამ ბრძოლა ივლისის ბოლოს გაამკაცრა. ქურთები კი თავის მხრივ თურქეთის ხელისუფლებას რადიკალებისადმი ლოიალობაში ამხელენ. კიდევ რა ხდებოდა მნიშვნელოვანი მსოფლიოში გაიგეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან. რესპუბლიკელების კანდიდატი ჯებ ბუში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს შექმნაზე პასუხისმგებლობას ჰილარი კლინტონს აკისრებს. მისი განცხადებით ისლამური დაჯგუფება სწორედ მაშინ შეიქმნა, როცა ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი ჩხვეი იონ გონი დახვრიტეს. მიზეზი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკაა. დახვრეტის ბრძანება ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა. ჰოლანდიელებმა შესაძლოა დაამტკიცონ, რომ დონეცკთან ახლოს გასულ წელს ბოინგი MH17 რუსული სარაკეტო საზეიმტო სისტემა ბუკით ჩამოაგდეს. ექსპერტების ინფორმაციით ნაპოვნია რუსეთში დამზადებული იარაღის დეტალები. გამოძიების საბოლოო დასკვნა ოქტომბერში გამოქვეყნდება. ემბარგოს რუსეთში საკვები პროდუქტის მკვეთრი გაძვირება და ხარისხის საგრძნობი დაქვეითება მოჰყვა. დასკვნას რუსეთის ხელისუფლებასთან არსებული ანალიტიკური ცენტრი აქვეყნებს. ექსპერტების ვარაუდით კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში სიტუაცია მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. შეერთებულ შტატებში მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელესკოპს ააშენებენ, რომელიც მზეზე ამინდის პროგნოზირებასაც კი შეძლებს. ტელესკოპს ჰავაის კუნძულებზე, მაუის მთაზე დადგამენ. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლისთვის არის ნავარაუდები. შვედი ისტორიკოსები ბალტიის ზღვიდან ამოღებულ უნიკალურ ქანდაკებას იკვლევენ. მათი მტკიცებით გიგანტური დრაკონის თავი დანიური სამეფო ხომალდის გრიფშუნდერის ცხვირის ნაწილია. რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეები დაგიბრუნდებით. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. საქართველოს კულტურის პალატა 14, 15 და 16 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოგიდგენთ სუხიშვილების საიუბილეო დასკვნით კონცერტებს. გენერალური სპონსორი ფორუმი ახალი ნათებისგან, ოქროს სპონსორი დეველოპერული კომპანია M კვადრატი, ღონისძიების მასპინძელი სასტუმრო ლეო გრანდი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედი და რადიო იმედი. დასაწყისი 21 საათზე. ყურადღება.
Vivush G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღეთ ანხა სულ რაღაც 15 წუთში. Vivush G. Puli თანამედროვე ხალხისთვის. გაიხადე, საყვარელო. არა, მე რომ შემომაცალე პეპერონი. მიყვარს პეპერონი, მაგრამ ის არის აქ. რა, ძალიან მსუქანი ვარ? შენ პიცა ხარ. და მორჩა. მამა მია, არა. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. Finito. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამედალიეთ და ღეჭე ორბიტი. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head and Shoulders-ი იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერტლს. Head and Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა რვაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქართველ მონაწილეებს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას სპორტსმენების გარდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველომ 10 მედალი მოიპოვა, მათ შორის 4 ოქრო და 6 ბრინჯაო. დავსვით საქართველოს მსოფლიო რუკაზე არა მარტო სპორტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სპორტის თვალსაზრისით ჩვენ მართლაც გამორჩეული ქვეყანა ვართ, ქვეყანა რომელსაც ალბათ შეიძლება ითქვას ყველაზე მეტი ასეთი ძლიერი სპორტსმენი ყავს, მაგრამ ახლა ორგანიზაციული თვალსაზრისითაც. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ თქვენ, მადლობა გითხრათ იმ სიხარულისთვის ქართულ სპორტსმენებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც მომიტანეთ მე და ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც თქვენთან ერთად ხარობდნენ, რომლებსაც თქვენთან ერთად უხარობდა თქვენი გამარჯვებები, თქვენი მონაწილეობა, თქვენი წარმატება. ჩვენთვის უფრო დიდი, ასე ვთქვათ, პატივია და მიხარია, რომ ესე გვაფასებენ და გულშემატკივრობენ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ასე გქომაგობდით. ათომის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში გამოჩენილმა წარწერამ რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი